დარბაზში ხდომი, აი ამ მაგიდაზე მჯდომი, რომელი მინისტრების და რომელი თანამდებობის პირების სახლებია ეს ყველაფერი. ბოდიში ვიხდი, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ აღშენებლობაზე, მე საქართველოს მოსახლეობა ყოველდღე უყურებს ამას და საქართველოს მოსახლეობა ყოველდღე უყურებს ამას. შევარდნაძის მთავრობის ხდომა 2001 წლის შემოდგომა იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნებს და მინისტრებს კორუფციაში ამხელს. ის ამ დროს მართული პარტია მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერია. სააკაშვილის დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ კანონპროექტი აქვს მომზადებული, რომლის მიხედვით სახელმწიფო მოხელეებს უნდა ჩამორთმეოდათ უკანონოდ შეძენილი ქონება. კანონპროექტს განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი თარგამაძე და ეკონომიკის მინისტრი ჩხარტიშვილი. რა უცნაურია 25 წლის წინაც კორუფციასთან ასოცირდებოდა ბატონი ვანო და ახლაც ალბათ უბრალოდ დამთხოვა. ასეთი ხმაურების ხდომა რამდენიმე იყო შევარდნაძის მთავრობის არანომენკლატურულმა წევრმა 2001 წლის 19 სექტემბერს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა. შემდეგ იყო ერთ თვეში ვაკის მაჟორიტარული ოლქის არჩევნები, რომელიც სააკაშვილმა მოიგო. ამის შემდეგ დააფუძნა ოპოზიციური პარტია და 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თავისი პარტიით გამოვიდა. დევიზმა თბილისი შევარდნაძის და მისი კლანის გარეშე იმუშავა. შემდეგ იყო თბილისის საკრებულო და შემდეგ უკვე ვარდების რევოლუცია. რატომ გავიხსენე სააკაშვილის გადადგომა და ოპოზიციაში წასვლა? დიდი პოლიტიკაში შევარდნაძის პარტიიდან მოვიდა და მერე ამ პარტიიდან გამოსულმა დაანგრია კორუმპირებული კლანის მმართველობა. ის და მისი გუნდი ზუსტად მიხვდნენ მინდა რამ დაღალა ქართული საზოგადოება. სისტემიდან გამოსული არასისტემური ოპოზიცია ხალხთან მივიდა, მათი გაიგო და ხალხის ხმა იყო იმ მედიაში, რომელიც ცვლილებებს მხარს ღიად უჭერდა. შევარდნაძის მმართველობის გარანტი კორუფცია იყო, გარანტირებული ქვეყნის დოლათი მხოლოდ რამდენიმე ოჯახზე და ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესზე ნაწილდებოდა. რაღაცას და ვიღაცას მაგონებს. დავიჯერო 25 წლის წინანდელი ისტორია, ერთი კაცი, რამოდენიმე ოჯახზე გადანაწილებული დოლათი, დღესაც მოქმედებს, ვინმე ან რამე ხომ არ გაგახსენდათ. კი, ივანიშვილი და მისი კლანი გაგახსენდათ. მაშინ უნგრეთის ახალ ლიდერს პოლიტიკური კუმირის ფოტოკედელზე ჯერ არ ჰქონდა ჩამოკიდებული და ალბათ არ უფიქრე რომ წლების მერე ის აუგებდა პოლიტიკურ წესს ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ ლიდერად აღიარებულ ორბანს, რომელმაც შუაგულ ევროპაში ოლიგარქიული კაპიტალიზმი შექმნა, ორბანს, რომელმაც არაერთი კვლევის და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით უნგრეთის მთელი დოლათი საკუთარ ოჯახზე, მეგობრებზე და ლოიალურ ბიზნესმენებზე გადაანაწილა. საუბარია 13 ადამიანზე ბოლო მონაცემებით მათ სულ რაღაც 28 მილიარდი ევროს კაპიტალი მიითვისეს. ორბანის პარტიიდან წამოსულმა მადიერმა ყველაზე კარგად იცოდა რას ჩადიოდა მისი პარტია. ყველაზე კარგად იცოდა რა უჭირდა ხალხს და ყველაზე კარგად იცოდა რომ გადამწყვეტ ბრძოლაში აქცენტი დედაქალაქზე და დიდ ქალაქებზე კი არა, რეგიონზე უნდა გაეკეთებინა, სადაც ყველაზე მძარალად მუშაობდა ორბანის პროპაგანდა. იცოდა, მივიდა ხალხთან და თავარი დარტყმაც ორბანს საარჩევნო ქერის ორმოში მიაყენა. ეს არ არის სააკაშვილის და მადიარის შედარებითი ანალიზი, თუმცა ჩემი აზრით, მათ გამარჯვებამდე ფაქტობრივად ერთი გზა გაიარეს. რატომ ამბობ ამას? 12 აპრილის შემდეგ არაერთი კითხვა მოსაზრება წავიკითხე და მოვისმინე, რომ ოპოზიცია ქართული მადიარის ძებნაში უნდა იყოს. რომ ჩვენი მადიარი უჭირდება და ასე შემდეგ. კითხვის დასმა კი არა, ამ თემაზე დისკუსიაც კი ბოდიში ყველასთან უაზრობა მგონია. მადიარამდე იყო სააკაშვილი. სისტემიდან გამოსული, წამოსული, რომელსაც სისტემა ამხილა, დაანგრია და დაამარცხა. შესაბამისად, შიდა ოპოზიციური კონკურსი ქართული მადიარი სრული და აღარ გავაგრძელებ მგონია. თქვენ ხალხს ელოდებით, რომ ივანიშვილის სისტემიდან კლანი და ვინმე გამოვა. ამ ხელს მას, ისე რომ კორუფციასა და ღალატის ტუმპეში ნაკოტრელები არ იქნება, ძალიან ცდებით. მე გვარებს არ ჩამოვთვლი დაბა თქვენ დაასახელეთ ვინ გეგულებათ, რომლისას ხალხი იწმუნებს და მას გამარჯვებაში გაყვება. ამასთან ოპოზიციური პარტიების საზოგადოებრივი ჯგუფები, ისევე როგორც უნგრეთში კონკურენტობაზე უარს იტყვიან. არ იტყვიან მაგასთან არ დავდგებიო და იტყვიან ოღონდაც ეს გადავაგდოთო. ბოლო წლების მანძილზე ასეთი შანსი შესაძლოა მცირედი, მაგრამ მაინც ჰქონდა გავრილოვის ღამის ერთ-ერთ ანტიგმირს გიორგი გახარიას. მეტიც სიტყვიერი თუ უსიტყვო შეთანხმებით, მასზე მორატორიუმიც კი გამოცხადდა, მაგრამ მერე კი იცით რაც მოხდა. ჩემი აზრით, სულელება არ არის ჩანაცვლება. გახარიამ ივანიშვილის მამხილებლად ვერ ივარგა. არადა კაცს ესა აქვს ნათქვამი. კითხვები აწი იქნება კაცო. ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი აქვს გაფრჭებული. და ხან გამოდიან ხოლმე და ამბობენ, რომ აი ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. მართლა იზრდება. ეხლა რის ხარჯზე იზრდება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მართლა იზრდება. მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. სულ ზეპირად ვიცი ვისი. ზუსტად ვიცი ვისი, აი ეს რაც იზრდება, ხო? ეს ყველაფერი მიდის 20-25
იმიტომ არის რომ ვიღაცა ძალიან მდიდრდება და ვიღაცა გარბის ქვეყნიდან რა. თუ იცოდით გეთქვათ, მოგეყოლათ სიმართლე გავრილოვის ღამეზე. ყოფილიყავით მადიერამდე მადიარი, სააკაშვილთან მებრძოლი, ყოფილიყავით სააკაშვილზე მაგარი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩანაცვლება არ არის ცვლილება. ამას ხალხი ძალიან კარგად ხვდება. აქ ახლა ახალი ბიძინა არავის სჭირდება. ისე კი სათხართ ბატონო გიორგი, ისევ საგარეო ფრონტზე მუშაობთ? გამახსენდა. პარტია ხომ რუსთაველის რვაში გადავიდა სამუშაოდ და 2 დღის წინ ისეთი უქნა საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულს ამბობენ გადადგომა უნდა, მაგრამ არ უშვებენო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი ორბანის ანუ პუტინის თაგუნიას სიარტოს და მის მეგობარ ბოჭორიშვილს რა თქმა უნდა მიუბრუნდები. არც გრუზისკაია მეჩდას მოკითხვაზე დავწყვეტ გულს. ოპოზიცია შკოს არ ვარიგებ, რა უფლება მაქვს. ეს არც კრიტიკაა. მადიას ნუეძებთ ბიზნეს კლანში ის არ არსებობს და თქვენთან მით უმეტეს. მოლდოველი ოლიგარქის პლახატნიუკის დამარცხების მოდელის შანსი უკვე გაუშვით ხელიდან. ივანიშვილისგან გადაღლილი საზოგადოების დაკვეთა სულ სხვა იყო, მაგრამ თავარია პოლიტიკური იდენტობა არ დაკარგეთ. ახლა ამაზე აღარ გავაგრძელებ, რაც მოხდა. ხო და რას ვამბობდი, მადიერთან თქვენ მსგავსებას ნუეძებთ. და ნურს იმას შეუშლით ხელს, თუ ვინმე გამოჩნდება არა თქვენი რიგებიდან. ამ ვინმეში მესიას არ გულისხმობ. ვინმეს გამეორება არ გამოდიოდა, არ გამოდის და არ გამოვა. მადიარს ახალი არაფერი გამოუგონია, ხალხთან მივიდა, ხალხის ენაზე ილაპარაკა და ხალხის სათქმელი თქვა იმ მედია შეზღუდვის პირობებშიც კი, რაც ორბანს ჰქონდა. ქალაქელმა ბიჭმა უბრალო მოქალაქის გასაჭირი გაიგო და რუსულ პროპაგანდას აბა ომი გინდათ მარტივი ამბავი დაუპირისპირა. კორუფცია და სიღარიბე არ გვინდა. ცვლილება და არა ჩანაცვლება. მედიკამენტებზე დღეგეს გაუქმება, საშემოსავლო გადასახების შემცირება, ჯანდაცვის სახსრების გაზრდა და საპენსიო ბარათის შემოღება, რომლის გამოყენება შესაძლებელია საკვების მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების საფასურის გადასახდელად. ეს მადიერის დაპირებების მცირე ნაწილი, რამაც დაბალი შემოსავლის მქონე ამორჩეველი ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნა. ვიცი ახლა ბევრი თქვის ამას ოპოზიციას აკეთებსო, მაგრამ როგორც ჩანს სათანადოდ ვერა. ტისას დისციპლინა ჰქონდა ყველა მიმართულებით, შეხვედრების დროს მედიასთან ურთიერთობისას. შესაძლოა ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმოს, მაგრამ მადიერის მთავარი მოკავშირე ორბანი იყო, მისი კორუფციით და კიდევ იმით, რომ მან ბოლომდე ლუკაშენკობა ვერ გაბედა. ჩამორჩენილი ღარიბი, მაგრამ მაინც ევროპული სახელმწიფოს ლიდერი იყო. შეზღუდები და კონტროლი იყო, მაგრამ მარტო ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ლევან ხაბეიშვილს როგორც ექცეოდა ივანიშვილი ზონდერების ჩასაბებით, ქვების როლით, ოფისის დარბებით და ასე შემდეგ, ორბანი ასე არ მოქცევია. ისე აქვე ვიკითხავ მოგრძალებულად, რამე რომ არ დამაბრალოთ. და მაინც რატო გამოკეტა ხაბეიშვილი ივანიშვილმა ციხეში? რამეს ისე ხომ არ აკეთებდა ხალხისთვის, რეგიონისთვის და არა გაპრანჭული თბილისისთვის უფრო მისაღები რომ იყო, მხოლოდ კითხვა დავსვი მეტი არაფერი. ვიცი სიტყვა გამიგრძელდა და ბევრი თქვენგანი ალბათ თulis რომ ვინმე შკوას ვარიგებ. არა, უბრალოდ მგონია რომ დისციპლინა ყველა საქმეში მთავარი, განსაკუთრებით პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსული მმართველობის ოლიგარქიული სინდიკატის დამარცხებაში. ვიცი სიტყვა გამიგრძელდა და ბევრი თქვენგანი ალბათ თulis რომ ვინმე შკوას ვარიგებ. არა, უბრალოდ მგონია რომ დისციპლინა ყველა საქმეში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსული მმართველობის ოლიგარქიული სინდიკატის დამარცხებაში აუცილებელი. რაც მთავარია ეს დისციპლინა აუცილებლად გულისხმობს შემდეგ შენმა დაწერილმა, თქმულმა და გაკეთებულმა პროპაგანდას არ უნდა მისცეს საზრდო. გამგები გაიგებს, მეტი სიღრმე აღარ არის საჭირო. და რაც მთავარია ის, რაც უნგრელებმა მადიერის სახელით მოახერხეს, მარტივ გასაგებ ენაზე რევოლუცია ქვია, მშვიდობიანი რევოლუცია, დამყაყებული, მობეზრებული, კორუმპირებული ოლიგარქიული სისტემის შეცვლა. ანტიორბანული საზოგადოების მობილიზება ელექტორალური ავტოკრატიის პირობებში. ისევე როგორც პუტინმა, ლუკაშენკომ, ივანიშვილმა, ორბანას მიიტაცა სახელმწიფო დიქტატორ ავტოკრატებმა ყველაფერი დაიქვემდებარეს და არჩევნები ფიქციად აქციეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ორბანმა ბელორუსიზაცია ვერ მოახერხა. უნგრელებმა დაამტკიცეს, რომ ავტოკრატიულ სისტემაში შესაძლებელია გამარჯვება, თუ ოპოზიციაში დისციპლინაა. დისციპლინა პარტიულ დიქტატს არ ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიქტატურა სახშია გასაშვები. უნგრეთის რევოლუციური მაგალითი ახლა ოპოზიციისთვის და ანტიბიზნეს საზოგადოებისთვის მეტი გამბედაობის მიმცემი უნდა იყოს და არ არის აუცილებელი კიდევ ერთხელ წამოვეგოთ პროპაგანდის დღის წესრიგს, კი თუ არა არჩევნებს. კი, რა თქმა უნდა, კი, ოღონდ იმ პირობებში, როცა პარტიების აკრძალვას უკან წაიღებს, კი, როცა ლეგვის ფოთლის როლზე უარს იტყვის ის,
ვინც არის ან უნდა ლეგვის ფოთლობა. კი, როცა პოლიტა სინდისის პატრონებისგან ციხეები დაცარიელდება, კი, როცა მზია რედაქციას დაუბრუნდება, კი, როცა მოქალაქეს ტროტუარზე დგომისთვის გეკას მილიციელი ბატონის ბრძანებით არ დააკავებს და კლანის სასამართლოს ციხეში არ გაუშვებს. ვითარების შეცვლა დისციპლინით არის შესაძლებელი და რაც მთავარია ერთობით, იმ ერთობით, სადაც კი ბატონო ამ პარტიულ ინეტობას შეინარჩუნებთ. დავესეცხები პოლიტპატიმარს და ბიძინა ივანიშვილის ტყვეს ელენე ხოშტარიას. არჩევნები ბევრად უფრო სასტიკ რეჟიმებში მიღწეულა, მათ შორის საქართველოშიც და მიიღწევა იმ გზით, რომელზეც ვდგავართ. არაღიარების გაგრძელება, წინააღმდეგობის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლა. აქამდე ამ სამმა რეჟიმს არ მისცა საშუალება დავემარცხებინეთ. ჩააგდო იზოლაციაში, აიძულა შიდა დაპირისპირება, შეუზღუდა რესურსები, დააშვებინა ბევრი შეცდომა. 12 აპრილს იმაზე დიდი ნაცარში ჩაუვარდა ქართულენოვან რუსულ პროპაგანდას კოზი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. მსოფლიოში უკვე ყველა მიცოდა, რომ ორბანი დამარცხებული იყო. ესენი გარეჩარება, ევრობიუროკრატია, ბუდაპეშტის მაიდანი, არეულობა, ომიო. უნგრელი ხალხის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის არისო. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ანტიმაიდანი პუტინის დიქტატორული რეჟიმის მოგონილი სიტყვა, რომელიც მარტივ თარგმანში ასე ჟღერს, არავითარი ცვლილება, რომელიც ჩვენ ძალაუფლებას შეარყევს. ამიტომ მე პირადად არ მკვირს, რომ ქართულენოვანი რუსული პროპაგანდისტვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ აკერმანის შემდეგ ახლა საქართველოში რევოლუციას ბლაჟევიჩი ამზადებს და სუსი თურმე ამ ყველაფერზე მუშაობს. მეთოდები დაგიძველდათ, მეთოდები და იქემ დასვენება გინდათ, მაგალითად, ტრუს კავეთში. მართალი ახლა სეზონი არ არის, მაგრამ პრაღიდან გადადით და დაისვენეთ. ევროპულმა უნგრეთმა ევროპა არჩია. ამ არჩევანით პუტინმა ევროპაში მისი ყველაზე დიდი გავლენისა და ქაოსის აგენტი დაკარგა. დაკარგა კაცი, რომელიც მისი თაგუნა იყო ეზოპედან. დაკარგა კაცი, რომელიც ევროკავშირის შიგნიდან აფეთქებდა. დაკარგა კაცი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის ხელქვეითი ყოფილა. ორბანის კლანი უბრალოდ ჩამშვები აღმოჩნდა. რუსულმა პროპაგანდამ ომით მშვიდობა, რომელმაც საქართველოს ექსპერიმენტზე იმუშავა, დუნაის ნაპირებზე სრული ფიესკო განიცადა. ორბანი საკუთარ თავთან დამარცხდა. გარემტრებმა მოგონილი საფრთხეების ზელენსკი ევრობიუროკრატია არ იმუშავა. მადიერმა რუსულ პროპაგანდას ეკონომიკა დაუპირისპირა. 12 აპრილს უნგრული საზოგადოებისთვის ორბანის პუტინის თაგუნობა მეათეხარისხოვანი იყო. უნგრეთს ისედაც ახსოვდა 1956 წლის რუსული ოკუპაცია. ორბანი პუტინის მატრიოშკის შირთვასი იყო. ამ მატრიოშკაში ჯერ კიდევ არის ივანიშვილი, რომელიც უნგრელი ავტოკრატისგან განსხვავებით იმ მასშტაბის ქაოსის აგენტი არ არის გლობალურ ფონზე, რომ ის სარგებელი მოუტანოს მოსკოვს, რა სარგებელიც დამარცხებულ ორბანს მოჰქონდა. ოლიგარქის სინდიკატი რუსული ქაოსის ჯაჭვში პატარა პერიფერიული რგოლია, ექსპერიმენტული უბანი, რომელიც 12 აპრილს უნგრეთის მონაკვეთზე დამარცხდა. დამარცხდა და კრემლმა ორბანს ზურგდი აქცია. ჩვენი მოკავშირე კი არა, არამეგობრული სახელმწიფოა და საკუთარი მარცხის გადასაფარად ახალი ფრაზა გამოაცხა. ევროპა ლიბერალურ რეიხად გამოაცხადა. Все понятно, что будет дальше. Выстраивается либеральный рейх. ეს ფრაზა დაიმახსოვრეთ და არ გაგიკურეთ თუ მალე მოქმედი ირაკლი ცოცხალი ტროლის შეპე, ორბელენის სასახლის ბინადარი, მელექსე, კრასატურჩიკის ზარქვა და ასე შემდეგ წვრთნეხობა გაიმეორებს. იმეც ვიტყვი, რომ მარკას არ გამორჩება ცნობილი ინსტაგრამელი, ფაქტობრივი ინფლუენსერი, სტილი ფოტოსესიების და გაპრანჭული რილსების დიდოსტატი 20%-იანი მერი კალაძე. Szeretettel konszomom a konferenciám, tisztviselőit. ამ მოგონილი ვიზიტისას ლავროვის ხელმძღვანელმა სიარტომ კალაძეს თხოვა იქნება ბუდაპეშტის მერს ქალაქის მართვის გაკვეთილების ჩაუტარო. იზვინათ, მერი კალაძე, ბუდაპეშტში გრელი დასულდა, შენთვისაც მოქმედი ირაკლისთვისაც, ვინმე მაკა ბოჭორისვილისთვისაც. თქვენი ევროპული, ოღონდ ამ შემთხვევაში რუსული აკოშკა დაიხურა. ქართული დიპლომატიის სირცხვილის ევროპული ლეგიტიმაცია ამოიწურა. სიარტო დიდი ალბათობით თუ მოსკოვში არ გაასწრო, უნგრეთის სასამართლოს წინაშე წარსდგება, ვითომ მინსკი იზღად არჩენია ცენტრალური აზიის ქვეყნებში ისეინოს, ან მინსკში ჩავიდეს ლუკაშენკოს მინისტრს შეხვდეს. წინა შეხვედრა დამალა და ახლა უკვე თამამად შეუძლია. მოსკოურ დავალებებსაც უფრო ადვილად მიიღებს და მერე უფრო ურცხვად შეუძლია მოიტყუეს, რომ ევროკავშირზე უარი არ გვითქვამსო. ევრობიუროკრატია არის ყველაფერში დამნაშავე. ქართულ საზოგადოებას ახსოვდა ახსუსთა სულმახსოვრება რუსული აგრესია, ოკუპაცია. გულწრფელები რომ იყოთ, ეს ყველაზე მეტად ურბანულ ცენტრებში ახსოვთ, რაც შეეხება რეგიონებს. ივანიშვილის მართვის მოდელში გაღარიბებულ ადამიანს შვილის გამოკვება აქვს მთავარ საფიქრად. და გადაღლილი დღის ბოლოს პროპაგანდაში ისმის, რომ
გაჭირვების მიზეზი ევროპა და გლობალური ომის პარტიაა. ხშირ შემთხვევაში სულ არ იცის, რომ გაჭირვების და სიღარიბის მიზეზი მხოლოდ ივანიშვილია და სანამ იქნება ივანიშვილი, მანამდე იქნება გაჭირვებაში და თუ სულ იქნება, ამაზე ცოტა მოგვიანებით პროექტი მემკვიდრე უფრო გაღარიბდება. ეს ორბანის მამულია ფერმერი მამის სახელზე გაფორმებული სასახლე. ესკიზებრები, რომლებიც ლამაზად დაკონტრუშობენ სასახლის ეზოში. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც ჩანს, ზებრა ავტოკრატების გატაცებაა. ხარირემი, რომელსაც ფური ჩამოუყანეთ და იქ ჩემთან შემოვარდა ეზოში ბაბური. ჩემთან მოხდა და სპონტანურად იყო მოსული. ეხლა ჩამოუყანეთ აზერბაიჯანიდან ძალიან რთული საშუალება იყო კავკასიური ირემი. სხვისი ჩამოყანა რა თქმა უნდა. ძალიან. ხალებიანი ირმები არ გინდა თუ გავამბობ. მე ვყავს მე ახლა ზედმეტი ვყავს და ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვყავს ხალებიანი ირემი, წყვილი. უკაცრავად, ბატონო, სად ყავთ ეს ცხოველები თქვენ? მე მყავს ნაწილი ჭორულაში ნაწილი რომ ცოტა მყავს მე ძალიან. მე მყავს როგორ გაშვებული, როგორც ბუნებაში ცხოვრობენ. ხოლმე ესეთი დავითოვებენ. ზებრაც ესევე მყავდა, მაგრამ იმდენ ახლა ზამთარი იყო, რომ მაინც დამთქმული იყო და საყურებლად. ბუნებაში ბუნებაში ყავს ჩაულებრად გაშვებული ეს. ლემურებიც კი ბუნებაში ყავდა. მე რომელიც მე მეზობლები შეაწყვეტ, ჩემ ლემურებმა და იმიტომ გადავულოცე ამათ. ლემურებიც გაშვებული, როგორც კატები ისე დადიოდნენ ჩემთან. ეზოში ბალს ვერ შეჭამდი, ხილს ვერ შეჭამდი, ყველაფერს ისინი ასრებდნენ. იცით რა მაინტერესებს? ზვიგენი მართლა ყავთ? კი, აბა. მე დიდი აკვარიუმი მაქვს ბიზნეს ცენტრში. დიდი აკვარიუმი და ახლა ორიქში ვაკეთებ ძალიან დიდი აკვარიუმი. სასტუმროს ვაშინებ სვისპირში. ძალიან საინტერესო მეზობელი ვარ თქვენი, მე იცით? ხანდახან იქ ცხოვრობ ხოლმე თქვენს გვერდით. სადეგა. აი თქვენი სახლის გვერდით. ის ნახვა გინდა აღიარე. ზვიგენის ნახვა მინდა. ჩემი სახლის გვერდით სად? ბიზნეს ცენტრი ხო? წმინდაზე. კი. გვერდით ხომ არის ერთადერთი სახლი? კი. აი იქ. მაგრამ იქ ელჩია. ელჩი არ არის იქ. აბა ჟორიკა იყო და გავასახლე ჟორიკა. ჟორიკა ისეთ სახლი. სახლი არის თქვენი გაცვაზის და ნახევარი სახლი კიდევ არის. იქ კი ბატონო, კი ბატონო. ასე ზვიგენის გვერდით ყოფილი. ზვიგენის ნახვა გინდა და იმიტომ არის. ზვიგენის ნახვის მინდა. ძალიან ლამაზი აკვარიუმი მაქვს მე შემიძლია გაჩვენოთ. საკმაოდ დიდია. მილიონ ლიტრაზე ნაკლებზე არ შეიძლება დიდი ცხოველის მოყვანა. და ზვიგენებიც მე მყავს უფრო პატარა ჯიშის მეტრი ნახევარი. თვითონ რო გასკდეს აკვარიუმი წაიგებს. აი ურიქში სასტუმროს ვაშენებ ხო ძალიან საინტერესო სასტუმროს იქ ვაკეთებ დიდ აკვარიუმს, სადაც დიდი ზვიგენებიც იქნებიან. რაღაც ჩარმი რომ შეიძინო სანაპირო იქ ნაგვის მეტი არაფერი არ ჩამოდის დღეს და გონიათ რომ ტურისტები თუნდა წავილებოთ ჩვენ და სასტუმროს ვაკეთებ ახლა იქ ნაგვის საინტერესო სასტუმროს ვაკეთებ და მარტო აკვარიუმი არა კიდე სხვა შარმებიც ექნება იმ სასტუმროს რომ და ძალიან კარგი პირობებში არიან ძალიან ლამაზი აკვარიუმი. ისეთი ლამაზი აკვარიუმი მაქვს ახლა ჩემები. შესაძლოა როგორ ვერ მოასწრო ორბანა გიგანტური აკვარიუმის აშენება. დასანანი არა და ალბათ როგორ უნდა და საზღვაო ქვეყნის მმართველიც ყოფილიყო, იქნებ მასაც უნდა და კენიაში გიგანტური ხეების ყიდვა ჩამოთრევა და ზღვით სეირნობა. ისე ამდე შეჭუქჭუქებოდით ბატონო ვიქტორ რუსულ ოცნებას და ერთ-ერთ რუსულ საღამოზე გეკითხათ და გასწავლიდათ აგიხსნათ ივანიშვილის რომელიმე ხელქვეითი იქნებ დუნაიზე შეიძლებოდა ხეების სეირნობა. ვერ მოასწარეთ, თორემ იმასაც გასწავლიდათ თქვენი მამულის თავზე როგორ დაგეკეტათ ცა და სადაც ამხელა უნგრეთი ამოიცვით, ცასაც დაიხურავდით ქუდად, როგორ გაჯობათ ერთმა პერიფერულმა რუსმა ოლიგარქმა. კიდევ იცით რაში გაჯობათ პუტინის თაგუნა ბორიკ არადნოიმ, მას შეუძლია ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს რომ მემკვიდრე დატოვოს. დატოვოს რა, მეტი კოზირი არც დაჩა ბანკოს გაცვეთილ დასტაში. აბა რა გონიათ საკუთარ სასტუმროში ეს სპექტაკლი რისთვის მოაწყო? რადგან ამ დარბაზში მხედავთ ცოტნე ივანიშვილს, მინდა რომ პრეზიდენტს დაუსვა ჩემი შეკითხვა. იმედია ყველგან ხვდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ვთქვა გულიან თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცი ამ ფაქტებს რა თქმა უნდა, ვთქვამთ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. ოზურგეთის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოჯახის შვილმა სტუდენტმა მარიამ მამეიშვილმა არ ვიცი იცის თუ არა რაში მიიღო მონაწილეობა. შესაძლოა ამ შეხვედრაზე არც კი ჩაიყვანეს სპეციალურ თბილისიდან და ისე იყო მშობლიურ გურიაში. იქნებ თბილისიდან ახერხებს გურიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრობას. იქნებ არაფერ შუაშია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გაგდებული თალაკვაძესთან მისი ოჯახის ახლობობა და მართლა გულწრფელად იკითხა ისაც იკითხა. და იქნებ ვერ შენიშნა დარბაზში მყოფი ბექა მიგრიაული მერი კალაძის ტიტუშკა შტაბის წინ დარბევაში რომ იღებდა მონაწილეობას. იქნებ ვერც გენო პეტრიაშვილი გაახსენა კალაძის შტაბის წინ მაგინებელთა რიგებიდან. იქნებ პასუხიც დამაკმაყოფილებელი იყო და ჩასაკითხ ჩასაზუსტებელ ჩასაანალიზებელი არაფერი იყო.
პროპაგანდა, რომელიც მადიარის გამარჯვების შემდეგ უნგრეთის თემა დაივიწყა და არაფერი უთქვამს იმაზე, რომ კორუფციის ბრალდებით ორბანის მთელი კლანი შეიძლება წარსდგეს სასამართლოს წინაშე, არაფერი უთქვამს, რომ ბოჭორიშვილის და მინსკის მეგობარი ლავროვის ხელქვეითი დამარცხების ღამეს დოკუმენტებს ანადგურებდა, არაფერი უთქვამს, რომ ახალი პრემიერი პროპაგანდის მანქანას საზოგადოებრივ არხს უბრალოდ გააუქმებს, ზარზემით გააშუქა გრუზინსკაია მეჩეთას მალაჯოჟნე ორგანიზაციას მორიგი რეგიონული კონფერენცია. ორბანმა ვერ მოასწრო, რომ ალბათ უნდოდა რომ რომელიმე ქალიშვილი თუ არა მილიონერი სიძე მაინც დაესახელებინა მემკვიდრედ, მაგრამ ამერიკაში ცხოვრება არჩიეს. აი ამათ კი წასასვლელი ალბათ მხოლოდ მოსკოვში აქვთ, იქაც თუ მიიღეს. ამიტომ ახლა სპეცოპერაცია მემკვიდრე ამოქმედა, მემკვიდრე რომელსაც მოქმედი ირაკლი თვითონ ყველაზე მაგარი კამარა და გზას გაუთავისუფლებს დიდ პოლიტიკაში მოსასვლელად. კორუფციის და ძალადობის ლაქას ჩამორეცხავს. ბოლოს კი ამათაც ისე მოიშორებს, როგორც მორჩილთა შორის მორჩილი დამცირებულთა შორის ყველაზე დამცირებული წინა ირაკლი მოიშორა. თუ ოლიგარქიული სინდიკატის ტახტზე მემკვიდრის აყვანას დაშირდა, გომელაურის ჩუბინიძის მოქმედი ირაკლის მილიონერი ვითომ დეპუტატების, კარის ბიზნესმენების, გეკას, კალას და ასე შემდეგ მორჩილთა კორუფციული ბრალდებებით დაკავებას პროპაგანდისგან სპეცვიპუსკით გაიგებთ. ის ხომ გახსოვთ წინასწარმეტყველებაზე პრეტენზია რო არ მაქვს უბრალოდ რატომღაც შეკვეთილი სპექტაკლზე, რომელიც რობერტ სტურუას ვეფხისტყაოსანზე კარგად დადგმული იყო, 2025 წლის 28 დეკემბრის დროება გამახსენდა. მოქმედი ირაკლის და მისი დაჯგუფების მიერ ივანიშვილის ძველი ჩვენ კი დიდი ხანი ვიცოდით, მაგრამ ახლა აღიარებული კორუმპირებული დაჯგუფების პოლიტიკურად განეიტრალების ფონზე ბუნებრივია ივანიშვილის საკუთარ მემკვიდრეზე ფიქრობს. 2 წლის წინ, როდესაც ის პოლიტიკაში წინასაარჩევნო ყრილობით შემოbrunდა, ვითომ სადმე იყო წასული, გაჩნდა ვარაუდი, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მემკვიდრეობისთვის უტა ივანიშვილის გამზადება იყო. მით უმეტეს, რომ ლეგენდის და ცნობილი წერილის მიხედვით, მამის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი უფროსი ვაჟი იყო. თითქმის 2 წლის წინ ამ ვარაუდს ისიც ამყარებდა, რომ ჯერ კიდევ 2016 და 2020 საპარლამენტო არჩევნების წინ ხმები უტას სიის პირველ ნომრობაზე არაერთხელ გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს, მაშინ ადრე იყო და უტამაც უარი თქვა. ახლა ვითარება ივანიშვილისთვის კარდინალურად არის შესული. ყველაფერი ცუდი ძველებს უნდა დაბრალდეს და მოქმედი ირაკლის ხელით ყველაფერი უნდა მოსუფთავდეს. არა მხოლოდ ზედა, ქვედა დონეზეც და კორუფცია მკვეთრად ცენტრალიზებული უნდა იყოს, რომ ფული ერთ ადგილას მიდოდეს და სხვა ჯიბებში არ ილექებოდეს. მე ჩემ აზრზე ვჩები, მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრე და თავს აღარ შეგაწუხებთ. ეს 2026-ში არჩევნების ჩატარებას გეგმავს და ამ დროისთვის მას აღარც მოქმედი ირაკლი და მისი მამუკა დასჭირდება. მას ყველაზე სანდო სჭირდება და ეს სანდო მხოლოდ ოჯახის წევრი შეიძლება იყოს. არა უტა, არა ბერა, არამედ ცოტნე. ის 25 წლის არის, მომავალ წელს 2026-ში 26-ის იქნება. ივანიშვილის 2030-მდე 4 წელი იქნება დარჩენილი. ფიქრობ, ეს ციფრები არ არის შემთხვევითი, მეტ ნუმეროლოგიას ნუმოვთხოვთ. 26 დეკემბრის დილით არაფერი მოასწავებდა, რომ გრუზინსკაია მეჩეთას მალაჯოჟნე ორგანიზაცია ყრილობას ჩაატარებდა. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ვის გახსოვდათ, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობდა და მისი თავმჯდომარე მესამე თუ მეოთხე ხარისხის სპიკერი ვითომ კომიტეტის თავმჯდომარე ვინმე მახაშვილი იყო. არავის. ის რომ 36 წლის კაცი დეპუტატი ახალგაზრდობის თავმჯდომარედ აირჩიეს, ეგ ცალკე ქოცური ფილოსოფიაა. ისე კი კალაძის შტაბის ახალგაზრდა ზონდერებს უფრო მოუხდებოდა თავმჯდომარეობა, რამდენი იწოლეს, რამდენი იმოძრავეს, რამდენი იგინეს და მაინც რა უხერხულად დარჩნენ ისტორიაში. ნეტა ყრილობის ბოლო რიგებში მაინც თუ ისხდნენ. ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ცოდნე ივანიშვილი. ყრილობას სასტუმრო პარაგრაფში ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე, გენერალური პოლიტიკური და რეგიონული მდივნები პოლიტიკური საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე ცოდნე ივანიშვილი საპატიო სტუმრის რანგში. ყრილობას ესწრება ცოდნე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. და რიტორიკულად რომ ვიკითხო, რა არის ამაში სიმბოლური თქო? არც რა, რომ არა თავად ივანიშვილის მოთხოვნა. დიდი ალბათობით ყრილობის დელეგატებმაც არ იცოდნენ, რომ ცოტნე მამის სასტუმროში მივიდოდა. დიდი კობახიძეს, კალაძეს და თვით ახალ თავმჯდომარეს ცოტნეს მეგობარს ცოდნა მისი იქ მისვლა. მივიდა, გამოჩნდა, განცხადება გააკეთა, მოზომილი, ზოგადი და ასე შემდეგ. პროპაგანდის სხვადასხვა საშუალებებში ოლიგარქის ვაჟის გამოჩენა პირველი შემთხვევა არ არის. ის ბოლო 2 წლის მანძილზე წინა რიგებშია აქცია მსვლელობა და ასე შემდეგ. ის ხშირად ჩანს სპორტსმენებთან, მათ პოსტებს უძღვნის, ის ხატავს, ის ჭადრაკს თამაშობს. სოფლიო გრან-პრიზე საპატიო პირველი სვლა აქვს გაკეთებული. სულ არ გამიკვირდება, რომ ამ რაღაც ორგანიზაციის ახალი ყრილობა ჩატარდეს, სადაც მამის მსგავსად ვაჟსაც საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ. ანუ ახლა ის უკვე პოლიტიკაში
ახალი სტატუსით შემოვა. მერე ნელ-ნელა პროპაგანდის სხვადასხვა პლატფორმები და შემოგთავაზები, რომ დროა ღირსეული მამის ღირსეული ვაჟი აქტიურ პოლიტიკაში სტატუსით მოვიდეს. ვინმე ღვაწლმოსილი გამოვა და იტყვის, რომ დადგა დრო ოცნებმა გადახალისდეს, ახალი სისხლია საჭირო. მერე იმასაც იტყვა, რომ სამეზობლოში ოჯახური მემკვიდრეობითი მმართველობაა. კარის ფილოსოფოსები და ინტელექტუალური ელიტა კი მემკვიდრის პროექტს სხვანაირად გააფორმებს. იტყვა, რომ ეს ოჯახური კი არა, დიდი პოლიტიკური დინასტიაა. დასასრულს ის, რაც დასაწყისში თქვი, ქართველი მადიარის ძიების კონკურსი გაუქმეთ. ზებრაზე, ხეზე, ხალხის ყოველდღიურ გაჭირვებაზე, კონპირებულების ფხილებაზე, მიგრაციაზე, უმუშევრობაზე კონცენტრირდით ომით მშვიდობას მარტივი პასუხი აქვს ჩემი აზრით. ომი საკუთარ ხალხთან არის ივანიშვილი და მისი მშვიდობა კორუფცია, მომხუჭულობა, გაუმაძღრობაა. უნგრული დეპრესია არ არსებობს. ის მხოლოდ გენიალურმა სცენარისტმა კეთი დევდარიანმა მისი წინასწარმეტყველური სერიალისთვის ჩემი ცოლის დაქალები მოიგონა. არსებობს მხოლოდ 12 აპრილის უნგრული გამარჯვება. გამარჯვება, რომელმაც დაამარცხა ავტოკრატია, უიმედობა, ევროსკეპტიციზმი, რუსული პროპაგანდა. იმედს ვიტოვებ, უნგრულმა გამარჯვებამ ორბანის მამუში მორბენალი ზებრების გაათავისუფლა. ახლა ქართული გამარჯვების დროა, რომ უნგრული დეპრესია მხოლოდ ჩემი ცოლის დაქალების გენიალურ სერიალში დაჩეს. სხვა შემთხვევაში, ვინმე ნინო წილოსანის პროპაგანდის ყუთში ნათქვამი მორიგი ბოდო რომ ჩვენვართ ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი ამ წარმოუდგენელ არულ მსოფლიოშიო, იმაზე დიდ ჯოჯოხეთად გვექცევა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ივანიშვილის დინასტიამ ბოლოს შეიძლება შავ-თეთრი უნიფორმა ჩაგოცვას. ზებრა მარტო ხომ არ ირბეს. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.